მოგესალმებით. დღეს 22 ივლისია 2025 წელი და მე ზებრაზე გადავდივარ. ისე ცხელა, როგორც არასდროს. არა, გატყუეთ ახლა, როგორც არასდროს არა. ეგრე ძალიანაც არ ცხელა, მაგრამ ცხელა რა, საკაიფო ცხელა რა, ნახდათ. აი ხორხე ლუის ბორხეს მაგალითად ძალიან დასცხებოდა. მაგრამ ის ვერ დაინახავდა სიცხეს. აგრეთვე რეი ჩარლზიც ვერ დაინახავდა სიცხეს. რატომ ალბათ კითხვა გაგიჩნდებათ? გეტყვით. იმიტომ რომ მას თვალები არ ქონდა. მას თვალები ძალიან ადრევე ტკინა. ხო და თქვენ რა შვებით როგორ ხართ? წეგან ჩამოვიარ ერთ-ერთ სკოლასთან და ეროვნულ გამოცდებს აბარებდნენ რა და უწუხელად შემეცოდნენ რა, იმიტომ რომ აი ამ სიცხეში, ამ ავადმყოფურ სიცხეში როგორ უნდა დაჭდე და ადეკვატური პასუხები როგორ უნდა გასცე კითხვებს, ხო? ძალიან რთულია ჩემს. ეგ არის აი ექსტრემალურ პირობებში რო ხარ, ხო ხდები რა? ანუ გამოცდა ბარდება ექსტრემალურ პირობებში და ჯონგლიორობებიც უნდა იცოდე და აერში უნდა გაიკვანძო და რა მსგავსი რაღაცეები რა. იმიტომ რომ ამ სიცხეში ექსტრემალი ხარ, ანუ ჩემო ძმაო, შენ ხარ ექსტრემალი. ჩემო დაო, რა ვიცი, არ აქვს მნიშვნელობა. შენ ხარ ჭეშმარიტი ექსტრემალი. 40 გრადუს სიცხეში თუ შეგიძლია ვარსკენ პიტიახზე იფიქრო. თუ შეგიძლია იფიქრო შუშანიკზე, რომელსაც ეუღლე მასტამი სცგვება საფეთქელში. ნერსეზე როცა ფიქრობ, შენ გენიოსი ხარ უკვე 40 გრადუს სიცხეში. როდესაც ფიქრობ ცქირის ეპიზოდზე, მაგ მომენტშიც გენიოსი ხარ და გიჟი ხარ. პირდაპირ გეტყვი. და ანუ როგორ ახერხებთ? აბიტურიენტებო, ალბათ ეგ არის, რომ ახალგაზრდობა მაინც სხვანაირია რა. 18 წლის ასაკში ალბათ მე შევძლებდი. შეუძლებელსა. ხო და რას ვამბობდი კაცო? იმას ვამბობდი რომ დაინდეთ ეს ბავშვები კაცო, ამ სიცხეში რომ აწერინებთ, მით უმეტეს კონდიციონერები 99% დარწმუნებული ვარ რომ არ არის ჩართული, იმიტომ რომ არ არის სკოლებში. ხო და რა ბუნების ძალამ უნდა დაგაწერინოს 40 გრადუს სიცხეში ადეკვატურად გამოცდები, ჩემთვის აუხსნელია რა. მართლა გმირობის ტოლფასია და რა ვიცი, წარმატებებს გისურვებთ, ჩემო ძმებო და დებო, ვინც ახლა გამოცდებს წერთ. ხო და მომავალში კიდე წარმატებებს გისურვებთ. იბრძოლეთ, განათლება მიიღეთ, რაც შეიძლება მაგარი, იმიტომ რომ ჩვენ ბოროტ გარემოცვას სხვებს რო შევეშვათ. ჩვენ სიბლუხ არიან ბოროტი ადამიანები, ჩვენი არაკეთილი სურველები. და აი მაგაც ზუსტად ეგ უნდათ რომ ვიყოთ გაუნათლებლები რა. ამიტომ არ ვიყოთ გაუნათლებლები. აბა, წარმატებებს გისურვებთ, წინსვლას და ბედნიერებას. მაგრად